ესეც ქართული ცეკვა, მაგრამ სხვანაირად მოთხრობილი. ის რაც თაობების განმავლობაში სიტყვის გარეშე ცეკვავდა, ახლა საუბარს იწყებს. სუხიშვილები ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სახელწოდება დღეს ამ გზაზეა. ინოვაცია მათთვის მიზანი არა ავთენტურობის დაკარგვის, არამედ მისი ახალი სიცოცხლით დატვირთვის. თუმცა ეს ტრანსფორმაცია ერთნაირად ყველასთვის მისაღები არ არის. ნაწილისთვის ქართული ცეკვა ეს კანონზომიერებაა, რომელიც თაობებმა არ უნდა დაარღვიოს. მათი აზრით, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა თანამედროვე ფორმებზე ვერ გადაიწყობა, ისე რომ არსი არ დაზიანდეს. ისმის მთავარი კითხვა, რა ხდება მაშინ, როცა ქართულ ტრადიციულ ცეკვას ინოვაციები ერწყმის. ეს სიუჟეტი მოგვითხრობს ქართულ ცეკვაში მიმდინარე უხილავ ბრძოლებზე, მოძრაობაზე, ტრადიციებსა და ტრანსფორმაციას შორის. ყველაფერი ამ სამყაროში დრო და დრო იცვლება, ვითარდება, რაც შეეხო ქართულ ცეკვასაც. გასაგებია, რომ ხალხის გარკვეული ნაწილისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ ცეკვის ძირი, ქართული ძირი, რაც არის შენარჩუნებულია, შესაბამისად ხდება უბრალოდ რაღაც მოდერნიზირებული ვარიანტი, რაც სრულებით მისაღები არის ჩემთვის და ძალიან ლამაზ ელემენტებს მოიცავს. ბავშვებს რაც შეეხება, ძალიან მოწონთ და ერთი სული აქვთ, დიდი სურვილი აქვთ, რომ შეისწავლონ ეს ცეკვა. ვისაუბრებ ბევრ კულტურის ექსპერტთანაც და როგორც აღმოჩნდა ჩვენი აზრები ემთხვევა ერთმანეთს, ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება ცეკვის მიმართ და გათანამედროვება არ ცვლის მის ძირს და არ კარგავს ამ ქართულ კულტურას, პირიქით აუცილებელია დრო და დრო მსგავსი სახის განვითარება. მახსოვს პირველად, როცა ილიკო ჩვენთან შემოვიდა და ამ სიახლის შესახებ გვანიშნა, ჩვენთვისაც ძალიან მიუღებელი იყო თითქოს რაღაც მომენტში და ჩვენც გაოცებული ვიყავით, იმიტომ რომ ვეხებოდით ისეთ მნიშვნელოვანს, რაც თითქოს და ხელშეუხებელი იყო იმ მომენტისთვის, მაგრამ როცა დაიხვეწა ცეკვა იდეაში და როცა გამოჩნდა სინამდვილეში, რაც იყო ჩაფიქრებული, ძალიან მოგვიწონა როგორც ჩვენ, ისე თითქოს მაყურებელსაც და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ ტრადიციულ ცეკვას ამ ინოვაციით უფრო დადებითი გავლენა მოაქვს ჩვენზე, ვიდრე უარყოფით. ტრადიცია თუ ინოვაცია, კულტურული წინსვლა თუ გადახვევა საფუძველიდან. საზოგადოების ნაწილს ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი აქვს. ჩემი აზრით, ქართულ ტრადიციულ ცეკვაში და ქართულ ტრადიციულ კულტურაში არანაირად არ უნდა იყოს გარეული თანამედროვე ელემენტები, რადგან ქართული ცეკვა არის ქართული ცეკვა, ჩვენ ოდითგანვე ამ ქართული ცეკვით ვამაყობთ, ამ ქართული ცეკვით მოვდივართ, სხვადასხვა ქვეყნებში გაგვაქვს და ძალიან ბევრი ქვეყანა ჩვენი ცეკვით გაოცებულია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქართული ცეკვა და ქართული კულტურა უნდა იყოს ქართული და არ უნდა იყოს გარეული თანამედროვე ელემენტები. უცხოელები ხშირად ამბობენ, რომ სუხიშვილების შოუ არ ჰგავს არაფერს, რაც მათ ოდესმე უნახავთ. ისინი გამოყოფენ იმ ენერგიას, სინქრონსა და დინამიკას, რაც ქართულ ცეკვებშია წარმოდგენილი. ბევრი მაყურებელი აფასებს იმას, თუ როგორ ერთდება ტრადიციული ელემენტები თანამედროვე ქორეოგრაფიასთან, მოძრაობაში, განათებასა და კოსტუმებში. მაგალითად, მნახველები ამბობენ, რომ ეს არის ცოცხალი მუზეუმი, რომელიც ვითარდება. უცხოელები ხშირად აღნიშნავენ სუხიშვილების მიერ გამოყენებულ მუსიკალურ ჰარმონიებს, როგორც აღმოსავლურ და ევროპულ მუსიკას შორის ხიდს, რაც მათთვის უშუალო და ამაღელვებელია. აღნიშნულია, რომ ევროპული საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში სუხიშვილებმა წარადგინეს 16 ცეკვა, რომლებიც ძველი ტრადიციული ქორეოგრაფიული ილეთებისა და თანამედროვე ელემენტების შერწყმით იყო შექმნილი. კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ინოვაცია წარმატებულია. საბოლოოდ კი ვთანხმდებით. ქართული ცეკვა ტრადიციაა, ძალა, რის გამოც არის არასოდეს დაკარგავს თავის ეშხს. თანამედროვე ელემენტები კი მის ხმად იქცევიან. ხმად, რომელიც თანამედროვე თაობამ შემატა მას. ეს უკვე აღარ არის ტრადიციის შეცვლა. ეს არის მისი გაგრძელება სხვა ენით, სხვა ტემბრით, მაგრამ იმავე სულით.